ჩვენი შემდეგი წყვილი ნოდიკოს გუნდიდან მათ წინ დაძაბული ორთაბრძოლა ელოდებათ რინგზე, შესაბამისად მონაწილეები ძლევენ და ჩვენი მწვრთნელიც, ხო მასეა? შემდეგი რინგი. ქეთევან ქიტიაშვილი, იგივე ქეთი ქიტიაშვილი. შენი მეწყვილე რინგზე იქნება დავით კორინთელი. ბრმა კასტინგზე ქეთიმ ურთულეს სიმღერას გაართვა თავი. მან ერთდროულად სამი მწვრთნელი მოხიბლა. ნოდიკოს ქეთას და ნუცას შორის კი მან ნოდიკოზე შეაჩერა არჩევანი. ბრმა კასტინგზე დათო მწვრთნელებმა ანერვიულეს. მას სიმღერის ბოლო წამს შემოუბრუნდა ნოდიკო, რომელსაც მისი სუფთა ნამღერი და განსაკუთრებული ხმა მოეწონა. თქვენ უნდა იმღეროთ სიმღერა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში არის ერთ-ერთი ნომერ პირველი ჰიტი. ეს არის Great Big World-ის და ქრისტინა აგილერას ერთობლივი ნამუშევარი Say Something. ჯერა რომ ამ სიმღერას ძალიან კარგად შეასრულებთ ორივე. ეს სიმღერა მიუხედავად იმისა, რომ შესრულებულია ძალიან ბევრი ვარსკვლავის და მომღერლის მიერ, მინდა რომ ამ სიმღერაში ჩვენი სათქმელიც ვთქვათ მე და ქეთიმ. ეს არის ჩემს რინგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სიმღერა, სადაც თუ არ გავს პარტნიორობის ნიჭი, გააფუჭებ ყველაფერს. სამსუბუქად. ვფიქრობ, რომ მე და დათოს შესაძლებლობები არის ძალიან თანაბარი. პირველ რიგში არ მინდა რომ ეს სიმღერა, ზოგადად ჩვენი გამოსვლა მე და ქეთისი დაემსგავსოს რაღაცა ხმების გადაჭარბებულ ქაოსს. რატომ გასვოს მე და შე რო შევთანხმდით, რომ თავიდან როცა იწყებს სიმღერას, არ უნდა იმღერო ძალიან აქტიურად. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი დოზით ლეკატო, ანუ ერთს ვიმღერებ, ხო, უბრალოდ, აი მე როგორ მესმის და როგორ წარმომიდგენია. Say something. ნოდიკო არის ძალიან მაგარი მწვრთნელი. ეს უნდა იყოს ერთი ფრაზა. იცი როგორი ადამიანია, აი მშობელი რო თავის შვილს უფრთხილდება, აი ზუსტად ისე გუფრთხილდება სათითაოდ ყოველ ჩვენთაგანს. ძალიან მუზომილად, ძალიან ფრთხილად მოეკიდნენ ამ საქმეს და ფაქტიურად ეს არის ის წვლილი, სადაც მე ძალიან მშვიდად ვიჩდები ჩემს წითელ სავარგულში და დავტკბები მათი ნამღერით. აი ეს უნდა გავაკეთოთ რა თავიდან, ხო? I'll be the one if you want me to. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არის ძალიან ლირიული, ეს მაინც ბრძოლაა და მე შევეცდები, რომ კარგად წარმოვაჩინო ჩემი თავი რინგზე. Would have followed you. თხოვს გავამხნევოთ ჩვენი შემდეგი წყვილი ნოდიკოს გუნდიდან. იმედი ისინი მოახერხებენ თავიანთი სათქმელი ბოლომდე თქვან Voice-ის სცენაზე სიმღერით Say Something. შეხვდით. Voice-ის ყველაზე მშვიდი მონაწილე დავით კორინთელი. მის წინააღმდეგ გოგონა საკმაოდ მუსიკალური ოჯახიდან ქეთევან ქიტიაშვილი. რინგი იწყება. Say something, I'm giving up on you. I'll be the one if you want me to. Anywhere I will follow you. Say something, I'm giving up on you. And I
It was over my head. Oh, nothing at all. And I was on a landfall. I'm still learning to learn, just starting to crawl. Say something, I'm giving up on you. I'm sorry that I couldn't get to you. But anywhere I would have followed you. Say something, I'm giving up on you. Say something, I'm giving up on you. I'm sorry that I couldn't get to you. Anywhere I would have followed you. Oh, say something, I'm giving up on you. Say something, I'm giving up on you. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მოვედი. კმაყოფილი გადახედები. ლუჩა. არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია წარმომიდგა თვალწინ ახლა ისე დახათ ისე ზღრმად და მშვენივრად იმღერეთ ორივე ხართ ჩემთვის ვარსკვლავები ძალიან დიდი მადლობა მადლობთ ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. ანრი. ძალიან ჰარმონიული შეთავსება იყო მომღერლების ვოკალურად. დიდი მადლობა ნოდიკოს რომ კონკრეტულად აი ეს სიმღერა გამოიტანე რინგზე. ჩემთვის მაინც უნდა ვთქვა ერთი რამ მიუხედავად იმისა რომ ორივეს იდეალური მონაცემები გაქვთ ეს მაინც რინგია და აი ქეთის რჩევა მხოლოდ და მხოლოდ ნუ იქნები მით უმეტეს როდესაც მეწყვილესთან ერთად გახარ დუეტში, მოდი მე ვიტყოდი რომ ეს მაინც ესეთი დუეტი იყო თბილი, ასეთი სტატიკური. დათომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩემთვის უბრალოდ განყენებულად ეს მინდოდა რომ დამეჭირა მაგ დროს, აი მე ესე რომ ესე ქონოდა რომ ესკენ გადაეწია. რაღაცა ესე. ვოკალურად ორივე იდეალურები იყავით. ქეთი? დიდი მადლობა. იცი, ძალიან ძნელია ჩემთვის ახლა ამ შემთხვევაში შეფასება, იმიტომ რომ ძალიან ერთნაირები იყავით. ცოტა რაღაც მომენტებში ცოტა ველოდებოდი რომ უფრო გამეგო რომელს უფრო მეტი შეუძლია, მაგრამ ძალიან რაღაცა ორივე ძალიან მაგრები ხართ ამის თქმა მაგრები უნდა რა. ხართ კი. მე დიდ მადლობას გიხდით ორივეს. ორივე ძალიან მიყვარხართ და გარდა იმისა რომ ღერით არაჩვეულებრივად ორივე ერთი მაინც ცუდად მღეროდეს, როგორ გაგიშვებდით ის დიდი სიამოვნებით. ორივე მღერი ძალიან კარგად და ამ სიმღერას ყველაზე მეტად რაც ახასიათებს, ეს არის დუეტი, სადაც თქვენ კიდევ წინა პლანზე წამოწიეთ თქვენი პარტნიორობის ნიჭი. ამისთვის კიდევ ცალკე მადლობას გიხდით, იმიტომ რომ ეს როცა აქვს მომღერალს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და გამოადგება კიდევ ძალიან ბევრჯერ. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო, აი გული მეუბნება ხან დათოს, ხან ქეთის, ხან დათოს, ხან ქეთის. ეხა შენი ნერვიულე. შენი ნერვიულე ეხლა. ხო როგორ გინდა ასე? ნოდიკო ინერვიულე მე შენთანა ვარ. ფონზე. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ის მომღერალი, რომელიც
დატოვებს ახლა პროექტს, ის არტოვებს პროექტს, იმიტომ რომ ის იმან რაღაცა ვერ ქნა სცენაზე ან ვერ იმღერა ან რამე დააშავა. არ ვიმართლებ. თან ამ ყველაფერს ახლავს ის, რომ ახლა ვისაც გავუშვებენ პროექტიდან, ის წავა პროექტიდან და წავა. ამდენად ჩემთვის ორმაგად საპასუხისგებლოა ჩემი ახლა მისაღები გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემმა კოლეგებმა გადაივსეს, ესე იგი ის ადგილები და მოკლედ არის ერთი ამბავი. ვაკანსია აღარ აქვს. ვაკანსია აღარ გვაქვს. მე უბრალოდ ვიცი რომ ჩემზე არ გაბრაზდებით, მაგრამ მინდა რომ სწორად გაიგო. რაღაცა ეხა მოხდება, ვიღაცა გაბრაზდება, ვიღაცა ძალიან უფრო მეტად შეუყვარდები და ეს დააბალანსებს, არა უშავს. არ არსებობს, ვინც სიტყვის რომ არ გავბრაზდებიო, ის არის აფერისტი. მოდი შევთანხმდეთ და ამიტომ მაინც გაბრაზდება. ამიტომ გითხარი პასუხი. მაგაზეს ნაკლებად ვფიქრობ, ეხლა ვინ გაბრაზდება, უბრალოდ მინდა რომ მივიღო ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება და ნოდიკოს გადაწყვეტილებას ველოდებით და 3 2 გაგიადვილებ. 1 პროექტში რჩება პროექტში რჩება დათო. პროექტში რჩება დათო. ქეთევან დიდი მადლობა. დათო კიდე ცოტა. შენ პროექტში ხარ. მადლობა ნოდიკოს. არ თქვა ეხლა რომ არ გეწყინა, მოდი ჩაგეხუტები. უმაგრესი გოგო ხარ? ჩემი მოსაზრება თქვა? მე რომ ყოფილიყავ მწვრთნელი, შენ დათო, მე მაპატიოს დათო. Bravo! გასვლის წინ ძალიან მღელავდი და ამ ფაქტორმა ალბათ იმოქმედა შესრულებაზეც ალბათ. თუმცა კმაყოფილი ვარ იმით საბოლოო ჯამში რაც მოხდა. ეს იყო პირველი ჩემი ჩანაფიქრი, რომ კარგი გამოსულიყო და ხალხს მოწონებოდა და მე მგონი შევძელით ეს ჩვენ და ულოცავ დათოს წარმატებას. ვერ ვიტყვი ზუსტად ნოდიკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, იმიტომ რომ მეც და ქეთიმაც დავდეთ სცენაზე მაქსიმუმი ჩვენ როგორც შეგვეძლო. დანარჩენი ალბათ უფრო ისმენდა ნოდიკო და უფრო მან იცის ვინ შეასრულა დღეს საუკეთესოდ.